გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი დანიელი და თქვენ უყურებთ ჩემს ვიდეოს. ვიდეოს, რომელსაც ვწერ მარტო ეხლა ოფისში. დღეს კვირაა, ჩემთან შესაბამისად ამ ვიკენდზე შემოვიარე სამუშაოდ. ხანდახან მიწევს ხოლმე ესე მარტო დალაგებულ 7 ჭკუაზე მუშაობა ოფისში და გადავალე ამასობაში რაღაც ტექნიკურ სიახლეებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს თვალი და აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი საინტერესო თემა დაგროვილა ამ კვირაში მსოფლიო მასშტაბით და ვიფიქრე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გამეზიარებინა თქვენთვისაც, თქვენი აზრიც მომესმინა, ასე რომ შეგიძლიათ კომენტარებში გამოხატოთ ხოლმე თქვენი აზრი და აქვე ვიტყვი და დავამატებ, რომ არ დაგავიწყდეთ ჩემი YouTube არხის გამოწერა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ესე ექსპრომტად მოუხიკე კამერები, ტექნიკა, ყველაფერი გავემზადე, დავლაგდი და შეგვიძლია ვისაუბროთ ამ კვირის, ბოლო კვირის ტექნიკურ სიახლეებზე. ალბათ იცით ბევრმა თქვენგანმა, რომ unboxing-ის ვიდეოებს ვაკეთებ ახალ ტექნიკაზე და ტექნიკურ სიახლეებზე, unboxing-ის ფორმატშიც მიწევს საუბარი. თუმცა რაც შეეხება ამ ფორმატს, ვთვლი, რომ უფრო freestyle-ის საშუალება შეგვიძლია მოგცეს, იმიტომ რომ შემიძლია უბრალოდ დავჯდე და ვისაუბროთ კვირის ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ან უბრალოდ მოვიწვიოთ სტუმარი ადგილზე, რომელიც ახლა თავისუფალია და ვიმსჯელოთ რაიმე ახალ ან ძველ ტექნოლოგიურ მიღწევებზე, ან უკვე განვლილ თემებზე, ასე რომ მე მგონია, რომ საინტერესო ფორმატი იქნება ამ მიმართულებითაც. მოვსინჯოთ, ვნახოთ, გელოდებით კომენტარებში. ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იყო ჩემი აზრით ტექნოლოგიური სიახლეებით. ყველას გახსოვთ ალბათ Apple-ის პრეზენტაცია, რომელიც დაიგეგმა წინასწარ, მანამდე რაღაცეები მოყვა კიდე, რაღაც device-ების გამოშვება და შემდეგ სიახლეები გვაჯახეს, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ასევე იყო Huawei-ის სიახლე, რომელმაც ორი ახალი ფლაგმანი გამოუშვა P30 მოდელები, თუმცა ამ ყველაფერზე ბოლოს, მაგრამ მანამდე მინდა ვისაუბრო ერთ ესეთ სიახლეზე, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო იქნება ჩვენთვის, ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ალბათ თქვენთვისაც, რადგან ვლოგინგთან არის კავშირში და ძალიან ხშირად ისმის ხოლმე ისეთი კითხვა, რა კამერით შეიძლება გადავიღოთ ვლოგი, რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი ამ ხრივ და მე მგონი, რომ ეს შეიძლება სწორედ ის არის. ან ახლოს არის. მოკლედ, ეს სიახლე ვნახე Popix-ზე და მე უკვე გავყევი სიახლეებს და ვნახე, რომ საკმაოდ გამოხმაურება აქვს, საკმაოდ ძლიერი ამ კამერას, იმიტომ რომ მახსოვს პირველი მოდელის გამოსვლისას, როცა ვნახე ეს კამერა, ძალიან მოვიხიბლე მისი ვიზუალიდან დაწყებული მონაცემებით, თუმცა არ იყო ისეთი ძლიერი, რომ GoPro-სთვის მემჯობინებინა და სიტყვაზე არ მეყიდა GoPro და მეყიდა RX0. თუმცა მეორე ვერსია საკმაოდ განსხვავებული და ესე ვთქვათ, დამატებული აქვს რაღაცები, მაგალითად 4K გადაღების შესაძლებლობა აქვს შიდა ქარდზე, წინა ვერსიას მაგალითად მხოლოდ HDMI-ით გამოქონდა 4K ჩაწერის შესაძლებლობა. ბევრი კარგი შესაძლებლობა აქვს და რაც მთავარია, ჩემი აზრით, რაც ყველაზე მთავარია, მონიტორი მოძრაობს. ანუ კამერის მონიტორი შეგიძლიათ მოაბრუნოთ და ლოგინგისთვის გამოიყენოთ. ამასობაში სანამ ამ თემაზე ვსაუბრობთ, მოდი ჩავრთოთ კიდეც მონიტორზე თვითონ preview. ხო, ძალიან საინტერესოა მგონი, იმიტომ რომ შეგიძლიათ დააყენო კამერა და self რეჟიმში ილაპარაკო, საკმაოდ პრაქტიკულია ეს ყველაფერი, თან როცა კამერა არის ძალიან პატარა, ეს რომ მოახერხეს, დასაფასებელია. სენსორი, მოკლედ, ერთინჩიანი სენსორი აქვს, 15.3 მეგაპიქსელით, საკმაოდ კონკურენტული და რა თქმა უნდა, ელექტრონული სტაბილიზაციის სისტემა, რომელიც მის კონკურენტებსაც აქვს, მაგალითად GoPro-ს ჩაშენებული. ობიექტივი ამ შემთხვევაში Zeiss-ის ჩაშენებული ობიექტივია, 24 მმ-იანი 4-დან 0 დიაფრაგმით, ზოგადად Zeiss-ი და Sony ხშირად ერთად გეხსენებათ ალბათ. ხო, რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი საინტერესო არის ის, რომ შეუძლია slow motion-ის ჩაწერა. 960 FPS-მდე შეუძლია, თუმცა რა თქმა უნდა, ხარისხზე ეს ძალიან მოქმედებს. ჩემ წინა ვლოგებში შეიძლება გქონდეთ ნანახი slow motion-ები, ზუსტად ისე რომ ხარისხზე ძალიან მოქმედებს. ყველაფერში გამორჩა ის, რომ ეხაც კი ამ ვიდეოს ყველაფერს ვიღებ Sony-ის კამერებით და Sony სერიოზული გადაღებების კუთხით, კომერციული გადაღებება იქნება ეს თუ სხვა რამე, ძალიან კონკურენტულია ჩემი აზრით და ამ ყველაფერსაც ძალიან ვაფასებ, რომ ამ მიმართულებით პატარა action კამერებშიც შედის და ცდილობს თავის დამკვიდრებას და რაღაცა ეს ერთ-ერთი ესეთი ნაბიჯი არის ჩემი აზრით. ხო, slow motion-ი მოკლედ პრაქტიკულად ალბათ ყველაზე ესეთი ნორმალური შესაძლებლობა იქნება 120 FPS-ისა, რომ ნორმალური slow motion-ი მივიღოთ და ხარისხიც კარგი იყოს, ალბათ Full HD იქნება. და ნუ საკმაოდ მსუბუქი კამერა არის, წერენ რომ 132 გრამია, წყალქვეშ გამძლეა 10 მეტრის სიღრმეზე და რაც ყველაზე მთავარია ფასი. როგორც დაანონსეს, ფასი იქნება $700. როცა სიტყვაზე GoPro, მისი კონკურენტი GoPro 7 Black-ი ღირს $400. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ბევრი რაღაცეები, მაგალითად ის, რომ Sony-ის კამერას აქვს, Sony-ის სენსორი, შესაბამისად მენიუც და შესაბამისად ფერების ახმის საშუალებაც, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Picture profiles, ვინც ეს იცის, ესე ვთქვათ, შეგიძლია სხვადასხვა რეჟიმები აერჩიო ფერების ახმადობის, მაგალითად S-ლოგით გადაიღო და შემდეგ გააკეთო ფერების კორექცია და ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი კარგი ფიჩერია, რასაც შეიძლება მე პირადად მოვეხიბლე. მოკლედ, გადასაწყვეტია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბაზარზე არსებობს GoPro action გადაღებებისთვის და არა მარტო პატარა ზომის კამერა. არსებობს Osmo Pocket-ი, DJI-ის Osmo Pocket-ი, რომლის განხილვაც მქონდა წინა
გასულ დღეებში, ესე ვთქვათ, unboxing-ი და ეს სამი ჩემი აზრით ერთ ამბავში ტრიალებენ. რა თქმა უნდა, სამივეს მიმართულება შეიძლება სხვადასხვა იყოს, თუმცა რაღაც ერთ ჭრილში შეიძლება განვიხილოთ და ძალიან საინტერესოა, ძალიან მაინტერესებს და ველოდები როდის გამოვა, როდის ჩამივარდება ხელში ეს კამერა, რომ გავტესტო, რადგან საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება. რაც შეეხება შემდეგ თემას, შეგვიძლია ვიმსჯელოთ ესეთ რამეზე, რომ მაგალითად Xiaomi-მ, ვინც იცით ეს ბრენდი და ვინც ალბათ ყველამ იცით, რატო არ უნდა იცოდეთ, Xiaomi ცოტა ხნის წინ საერთოდაც არ იყო ესეთი პოპულარული, როგორც ეხლა, თუმცა საქართველოში რაც დრო გადის უფრო მეტი და მეტი, ესე ვთქვათ, ფანები მრავლდებიან მის გარშემო, შეიქმნა ჯგუფებიც და ასე შემდეგ, ესე შორიდან ვადევნებ თვალყურს და მე თუ მკითხავთ, საკმაოდ კონკურენტული ბრენდიც არის, იმიტომ რომ რაღაც მუშაობს, ხვეწავს, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიზაინს, მესმის რომ იძახიან რაღაცებს აკოპირებს და ზოგადად ყველაფერზე იძახიან რომ რაღაცებს აკოპირებს. რთულია ხა ყოველ გაკეთებაზე, ყოველი პროექტისას ან ყოველი ბიზნესისას რაღაცა ახალი მოიფიქრო. თავარია ყველაფერი გააკეთო ხარისხიანად, ჩემი აზრით და ამ ყველაფერში Xiaomi-ს ნამდვილად ეთქმის თავისი სიტყვა და მოკლედ Xiaomi არ ჩამორჩა ესე ვთქვათ ტრენდს ამ ბოლო დროების ღუნვადი ტელეფონი, ესე დავარქმევ, ღუნვადი ტელეფონების გამოშვებაში და დაანონსდა, გამოვიდა რაღაცეები, სხვათა შორის ვინც ადევნებთ თვალყურს ჩემს community-ს პოსტებს, community-ში დავპოსტე რამდენიმე დღის წინ, რომ დაიდო რაღაც ფოტო და ფოტო დავპოსტე ზუსტად და მაინტერესებდა თქვენი აზრი და ძალიან საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამ ყველაფერს. ბევრმა დაწერა თავისი მოსაზრება, ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს. ჩემი აზრით კი მომავალი არის, რა თქმა უნდა, ღუნვად ტელეფონებში და Xiaomi-მაც გაავრცელა ესეთი პატარა ვიდეო, რომელიც ჩამივარდა ხელში, ოღონდ ჩინურ მხარეში გავრცელდა ეს ყველაფერი მგონი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ვიდეოში არის ის, რომ ღუნვადი ტელეფონი იკეცება ორი მხრიდან და ორივე მხარეს გამოდის, რომ არის ეკრანი. ანუ წინა მხარესაც და უკანა მხარესაც გამოდის, რომ არის ეკრანი. ძალიან პატარა ვიდეოა, ძალიან ბევრჯერ გადავახვიე, ძალიან ბევრჯერ დავაკვირდი, რომ მენახა რამდენად რეალურია რამე რენდერი ხომ არ არის, ან რაღაც გაკეთებული ხომ არ არის. სამწუხაროდ ისეთი ხარისხია, რომ ვერ შევატყე მე ისეთი ვერაფერი, რაზე შეიძლება ეხა კონკრეტულად სჯელობა, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ არ ჩამორჩება, ცდილობს თავისი მხრივ რაღაც სიახლეები შეიტანოს პროდუქტში. მე მაგალითად პირველად ნახე, რომელიც ტელეფონი, რომელიც ორ ადგილას იკეცება და რაღაცა ორ მხრივ გამოცდილებას იძლევა, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად პრაქტიკული იქნება მაგალითად ტელეფონს რო დადებ, ნებისმიერ მხარე შეიძლება დაიკაწოს, ხო, ამ შემთხვევაში. არ ვიცი, ვნახოთ, იმიტომ რომ ამ პატარა ვიდეოს გარდა და რაღაც ფოტოების გარდა ჯერჯერობით არაფერი არ გვინახავს და საინტერესო იქნება რა იქნება პრაქტიკაში და როგორი იქნება. დაველოდოთ, იმიტომ რომ ნამდვილად აქვს ამ თემას მომავალი. ღუნვად ტელეფონებს რომ არ ჩამოვჩეთ, ასევე ჩემს community-ში დავპოსტეთ ცოტა ხნის წინ ფოტო, სადაც Tech Insider-მა გავრცელა ეს ფოტო და სადაც ეწერა, რომ რამდენად რესურსულია თუნდაც Samsung Galaxy Fold-ის გაღუნვების, გაკეთვების რაოდენობა, იმიტომ რომ იყო მოსაზრება, რომ 10000 გაკეთვის შემდეგ შეიძლებოდა დარჩენილი იყოს ზოლი, რომელიც სამუდამოდ არჩებოდა და ეს იმას ნიშნავს, რომ არ იქნებოდა ისეთი ხარისხიანი ეკრანი ამ ღუნვად ტელეფონებში, როგორც ამას სიტყვაზე მწარმოებლები გვეუბნებიან. ამის საპასუხოდ ნახე ასევე მეც პირადადაც მქონდა ეს სკეპტიციზმი და მაქვს კიდეც ჯერჯერობით, იმიტომ რომ ხელში ეს ყველაფერი არ მინახავს, არ გამიტესტავს და არ ვიცი საერთოდ რა შეგრძნება ეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფოტო, ვიდეო მინახავს და ძალიან ბევრი მასალა ვრცელდება ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ საქართველოშიც ჯერ არ ჩამოსულა Galaxy Fold-ი, განსხვავებით ამერიკიდან და სხვა ქვეყნებისგან. თუმცა ამ სიახლის გაქარწყლება სცადა Samsung-მა, გამოვიდა ვიდეო, სადაც აშკარად და ნათლად ჩანს, რომ აქვს სპეციალური დივაისები Samsung-ში, სადაც ტესტავენ ამ ესე ვთქვათ ახალ ტელეფონებს, ახალ ტელეფონის მოდელებს, Samsung Galaxy Fold-ებს, ტესტავენ რა, უბრალოდ სინჯავენ და ამოწმებენ, რომ ნამდვილად კარგად მუშაობს ეს ყველაფერი და მოკლედ ამ აზრის გასაქარწყლებლად Samsung-მა გაავრცელა ეს, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ აშკარად ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ძალიან ბევრი გაკეთვა ხდება და რაღაც კონკრეტული მოძრაობით ამ ყველაფრის შემოწმება ხდება და ამით ცდილობენ, რომ თქვან ის, რომ ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედაც რომ მისი მთავარი მოვალეობა, ესე ვთქვათ, ტელეფონის მთავარი მოვალეობა არის ის, რომ იკეცებოდეს და გაძლევდეს ნამდვილი experience, რაც ამ შემთხვევაში უნდა მივიღოთ და საკმაოდ სამარიაჟო თემა არის, მე თუ მკითხავთ ამ პერიოდში ეს ყველაფერი, იმიტომ რომ გვახსოვს ადრე ძალიან ძველად, როდესაც ანტენიანი ტელეფონები, მობილური ტელეფონები ჰქონდა, მერე გამოვიდა ესე ვთქვათ, საკეცი ტელეფონები, მაგალითად Motorola-ს V3 მოდელი, თუ გახსოვთ V3-ს რო ეძახდით ხოლმე და აი ესე ყურზე რო იხსნიდი ხოლმე, რა ესე ტკლა პრო გაიხსნებოდა და მერე ფოტოს რო იღებ და ვაფშე მაგარი იყო. Samsung-საც ჰქონდა ეგ საკეცი ტელეფონები, თუ არ ვცდები, რაღაც 2.0 მეგაპიქსელი კამერით და ტელეფონს რო ლაპარაკობდი და რომ ორჩებოდი ლაპარაკს ყურზევე იკეცებოდი ხოლმე და მოკლედ ეს ესე ვთქვათ, ჟრიამური თუ არეულობა მაშინაც იყო, რომ რაღაც კეცვა ძალიან საინტერესოდ ხდებოდა. შემდეგ უკვე
დიდ smartphone-ებზე გადავედით და ეხა როგორც ჩანს ვუბრუნდებით ეს მოდატრიალებს რომ ამბობენ, ხო იცით ეგ ამბავია რომ ვუბრუნდებით ამ სიახლეებს რომ ისევ პოპულარული ხდება ღუნვის ეფექტი, თან მით უმეტეს როცა პლანშეტიდან უცებ მობილურს ღებულობ, მე მგონი საკმაოდ ისეთი დამაფიქრებელი ამბავია და საკმაოდ მასტური წინადადებაა, როცა შეგიძლია სურვილის მიხედვით შეარჩიო, ასე ვთქვათ, ეკრანის ზომა. რაც შეეხება Apple-ის პრეზენტაციას, ნამდვილად არ ვიცი Apple რამდენად გეგმავს ღუნვადი და საკეცი ტელეფონის გამოშვებას, მიუხედავად იმისა, რომ ამისი ბევრი ლიქები და არაოფიციალური ინფოები იდო, მაგრამ რაც ჩატარდა, იყო ნამდვილად საინტერესო. დავიწყოთ იქიდან, რომ დაანონსდა 25 რიცხვში პრეზენტაცია Apple-ის. მანამდე როცა ველოდით, რომ რაღაც ამ პრეზენტაციაზე გამოვიდოდა რაღაც ახალი device-ი, AirPod-ი მაგალითად, ან iWatch-ი, ან რაღაც ამდაგვარი, ეს ყველაფერი მოხდა წინასწარ. რამდენიმე ერთი კვირით ადრე გამოვიდა ახალი მეორე ვერსია AirPod-ების, მერე გამოვიდა iPad-ი და ვიფიქრე, რომ რა ხდება, ანუ რაღა უნდა გამოხდეს პრეზენტაციაზე, ისეთი რომ რავი, ამაზე მაგარი, იმიტომ რომ რაღაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთებია, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს პრეზენტაცია იყო სერვისების პრეზენტაცია, იმიტომ რომ ბევრი ახალი სერვისი ჩაუშვა Apple-მ. მათ შორის მაგალითად იყო Apple Card-ი, რომელსაც ამბობენ რომ რაღაც ახალი სიტყვა ითქვა ამ მიმართულებით. ასევე იყო Apple News Plus-ი, subscription-ი, ესე ვთქვათ, news-ების და ჟურნალების. იყო ასევე Apple TV Channels. თუმცა მე გამოვარჩევ ესეთ ორ news, ეს არის Apple Arcade. ესე იგი Apple-მ გადაწყვიტა, რომ შევიდეს თამაშების, გამოცდილების, გეიმინგის თემაში.